მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჩვენს ტრადიციულ პოდკასტებს. რა თქმა უნდა, წარმოგიდგენთ ვასილ მაღლაფერიძე და მე გიორგი გვიმრაძე და ჩვენი სტუმარია ჩვენი მეგობარი ბონდო ბძინარაშვილი. გამარჯობათ ბატონო ბონდო, მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ. დღეს საუბრობთ ამ თემაზე, მოგიხსენებათ სულ რამდენიმე დღის წინ ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გამოაქვეყნა სტატუსი, რომელიც რამდენიმე ასპექტით იყო ძალიან საინტერესო, სადაც ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო ის, რომ მან აღიარა, რომ არსებობს სამოქალაქო კონფლიქტი. უბრალოდ ამის დეფინიცია მოახდინა, ასე ვთქვათ. ეს ჩვენც არაერთხელ გვითქვამს, ის მართალი რომ ვთქვათ, რომ არსებობს რაღაც ცივი სამოქალაქო დაპირისპირება, თუმცა ჩვენ მუდმივად საუბრობდით იმ პერსპექტივიდან, რომ როგორ ავირიდოთ თავიდან ამის გადაზრდა რაღაცა რთულ მართლაც ცხელ დაპირისპირებაში, როგორ მოხდეს ამის გვერდიდან ავალად, არ შემდეგ რაც იმ პოსტში ვითარდება, იქ თითქოს ამის თავიდანარიდების სურვილი არ ჩანს, არ იკითხება არსად. ასე ვთქვათ, პირიქით, შემდეგი პოსტულატები, რომელიც ამ პოსტში გვხვდება, ზუსტადაც რომ ასე ვთქვათ, კვეთრი ხაზის გავლებაზე საუბრობს. ორ სხვადასხვა ცივილიზაციურ, ასე ვთქვათ, პროექტ შორის, რომელშიც ერთი ცივილიზაციურ პროექტს საკუთარ თავს და საკუთარ მომხრეებს უწოდებს და მეორეს, ასე ვთქვათ, მის მოწინააღმდეგეებს ასახელებს. ასე ერთ მხარეს, ესე ვთქვათ, ცივილიზაციური პროექტია, ესეთი განვითარებისკენ ორიენტირებული და მეორე მხარეს ბარბაროსები და რაც უფრო საინტერესოა, პარაზიტები. ეს სიტყვაც იყო გამოყენებული, ხო? და ბოლოს პრინციპში ეს ერთი ელემენტი კიდე ანთროპოლოგიური განსხვავება არსებობს ჩვენსა და მათ შორისო. ამაზეც ისაუბრა ყოფილმა პრეზიდენტმა. პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ მან აღნიშნა, რომ მეორე მხარე არის გასაქრობი. იმიტომ რომ პარაზიტების გვერდით ცხოვრება არ შეიძლება. პარაზიტები უნდა მოშთო, თუ გინდა რომ განაგრძო არსებობა და თუ გინდა შენს, ასე ვთქვათ, შენს არსებობა საფრთხე არ ექმნებოდეს. პარაზიტი პირდაპირ ამის საწინააღმდეგო მოვლენაა, ასე ვთქვათ. როგორც კი ადამიანს ვინმე სხვას პარაზიტს უწოდებ, ეს ნიშნავს, რომ ის აღარ არის, ვთქვათ, იმ საზოგადოების წევრად მას არ მოიაზრებთ. და შეუძლებელია, რომ ის მოიაზროს საზოგადოების წევრად. და მესამე ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი მე ვერ ვნახე, თუნდაც აი აქციის მონაწილეებისგან, რომლებიც რომ მიხვიდე და კითხო თითქოს არ არიან მიშას მომხრეები, ასე ვთქვათ, და ზოგი პირიქით ცდილობს ხოლმე, რომ დისტანცირდეს თითქოს მიშასგან. აი ამ განცხადებას თითქოს ესე არავინ დაუპირისპირდა იმ ფლანგზე, ხო? არავის უთქვამს, რომ ეს არასწორი განცხადება, ასეთი განცხადებების კეთება არ შეიძლება და ეს ყოფს საზოგადოებას და აპირისპირებს ერთმანეთთან. მოგეთ ეს მცირე შესავალი, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ რაღაც ლეიტმოტივად შეიძლება ჩვენი მსჯელობისთვის გამოდგეს. დაგიბატები ერთი ცნობილი მიმდევრისგან მოვისმინე მონტეებში, რომ ეს არის, ანუ შეტყობითი ძალიან კარგი განცხადებაა და მე ყოველ სიტყვას მომაწერდი ხელსო. ეს ასე ვთქვათ, ანუ ეს რომ ვილაპარაკოთ, ესეთი ტიპის განცხადებები ლიდერისგან ნებისმიერ შემთხვევაში ამას გუნდურ იდეოლოგიური დოქტრინას დავარქვი ამას ხალხურ პლატფორმა ფაქტობრივად, მაგრამ ეს არ არის ერთი ადამიანის თავში მოხარშული, ეს არის ნაფიქრი და ამას ესე ვთქვათ, ეს ჩვენ კიდევ შეგვახსენებს თავს, ეს არ არის უბრალოდ პოსტი დავწერე. პოსტი შეიძლება დაწეროს ადამიანმა და იქაც აქვს პასუხისმგებლობა ჩვენ უპასუხისმგებლო ეპოქაში, მაგრამ ეს არის ამბავი. მის პირობებში უკაცრავად ერთი მის პირობებში ყოფნის შემთხვევაში პოსტი არის სწორედ ის ინსტრუმენტი, რომელთაც მას შეუძლია გავლენა მოახდინოს მის მხარდამჭერზე და ასე ვთქვათ, მოქმედებისაკენ მოუწოდოს. სხვა რა უნდა გააკეთოს რეალურად სასჯელის ქვეშ მყოფმა ადამიანმა. ხო. დიდი მადლობა მოწვევისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული თემაა. პრინციპში მე როდესაც წავიკითხე სააკაშვილის ეს კამფი, მისი ასე ვთქვათ პოზიცია საქართველოსთან და ქართველებთან და საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით, მართალი გითხრათ, არ გამკვირვებია, იმიტომ რომ ვინც თვალს ვადევნებთ მის პოლიტიკურ საქმიანობას, მას შემდეგ რაც ის პოლიტიკურ ასპარეზზე დიდ პოლიტიკაში გამოჩნდა 1995 წელს, მას ყოველთვის ასეთი დამოკიდებულება ჰქონდა სხვა ადამიანების მიმართ. კი, ბატონო. მხოლოდ მომხმარებლური სამშობლოს მიმართ, ქვეყნის მიმართ, სახელმწიფოს მიმართ მომხმარებლური დამოკიდებულება, რა შემიძლია მივცე ჩემს სამშობლოს, ჩემ ქვეყანას, ჩემ სახელმწიფოს, ეს კი არა, რა მივიღო და მაქსიმალურად დიდი სარგებელი მივიღო. შესაბამისად, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მის მოსაზრებებს არ იზიარებდა,
თუმცა მაშინ მას არანაირი ძალაუფლება არ ჰქონდა მიუხედავად იმისა, რომ იყო კომიტეტის თავმჯდომარე პარლამენტში, მიუხედავად იმისა, რომ იყო ფრაქციის თავმჯდომარე და ეს სერიოზული თანამდებობაა, პოლიტიკური თანამდებობაა საკანონმდებლო ორგანოში, ამის მიუხედავად მას არანაირი გავლენა არ ჰქონდა მის მიმართ საზოგადოების მხრიდან აბსოლუტურად არასერიოზული დამოკიდებულების გამო. მას არ აღიქვამდნენ სერიოზულად. თუმცა ის თავის მომავალზე სერიოზულად ფიქრობდა და ფიქრობდა, რომ ნებისმიერი ნაბიჯი შეიძლება გადაედგა და მისთვის ადამიანები იყოფოდნენ მის მიხედვით, ვის შეეძლო მისთვის სარგებლის მოტანა და ვინ შეიძლება გამხდარიყო მისთვის ბარიერი ამ კიბეზე, რომელზე ასვლასაც ისაპირებდა. სხვათა შორის, ალბათ ბევრს ახსოვს ძველი პარლამენტის წევრებიდან, როგორ წამოხდა ერთხელ პარლამენტის ხდომაზე, სხდომის მიმდინარეობის დროს 95-99 წლების პარლამენტში ბატონი მიხეილ ნანეიშვილი და როგორ დაიწყო ყვირილი, რომ შემაგინა ამარამზადამო. ანუ ჩაუარა სააკაშვილმა, რომელიც გადიოდა პარლამენტის დარბაზიდან გასასვლელი კარისკენ, დაიხარა, შეაგინა მიხეილ ნანეიშვილს და გაიქცა დარბაზიდან. ნუ ამას მერე მოყვა მის მიმართ გარკვეული რეაქცია, რასაკვირველია, მაგრამ თვითონ ეს დამოკიდებულება, რომ ასეთი რამის გაკეთება შეუძლია ადამიანს, ეს უკვე ნიშნავს, რომ არა მხოლოდ პროვოცირება, არამედ ასაკით უფროსი ადამიანის მიმართ, ჯერ ერთი უზრდელობა არ არის ეხა ურთიერთობის ფორმა, ჩვენ ხო კარგად ვიცით ყველა, მით უმეტეს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, მით უმეტეს ეროვნული მოძრაობის წარმომადგენელი, მით უმეტეს განათლებული ადამიანი, დამჯდარი ადამიანი. ესმის მას რო ჩაული ეხა ლაწირაკი და შეაგინებს სრულიად ბუნებრივია მისგან არის რეაქცია, ხო? ანუ მისთვის იმ მომენტში კონკრეტული ადამიანი თავისი მსოფლმხედველობით, თავისი ფილოსოფიით, როგორიც იყო მიხეილ ნანეიშვილი, იყო აბსოლუტურად მიუღებელი და მას უქმნიდა პრობლემას. ანუ მას არ შეუძლია ადამიანებთან თანამშრომლობა და აქედან შეიძლება რაღაცა პოლიტიკური სარგებელიც მიიღოს პოლიტიკოსმა, სრულიად ბუნებრივია, მაგრამ ამავდროულად თუ მას ვერაფერში გამოიყენებს, მაშინ ის მისთვის არის პარაზიტი, რომელიც უნდა მოსპოს და გაანადგუროს. ასეთი იყო ის ყოველთვის. ასეთი იყო პრეზიდენტობამდეც, სანამ აბსოლუტურ ძალაუფლებას აიღებდა ხელში, მაგრამ არ შეეძლო, რომ ეს ღიად გამოეხატა და განეხორციელებინა. იმ პერიოდში ამგვარი განცხადებები, რა თქმა უნდა, პოლიტიკური კარიერის თვალსაზრისით მისთვის კატასტროფული შედეგის მომტანი იქნებოდა. ასე იქცეოდა ის, როდესაც იყო პრეზიდენტი. ის არავის არაფრად არ თვლიდა და საერთოდ არამხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც მის მიმართ ნეგატიურად ვიყავით, პირდაპირ ვიტყვი ასე, განწყობილები. არამედ ის ადამიანებიც, რომლებიც თითქოს მისი პოლიტიკური პარტნიორები იყვნენ ამა თუ იმ ეტაპზე, იმათაც განიხილავდა როგორც საშუალებას, იმათაც არ განიხილავდა როგორც ადამიანებად. ეს პრობლემა მას მუდმივად ჰქონდა, ბავშვობიდან ჰქონდა, ну ეხლა ჩვენ არ წავალთ ეხლა ხო, ცხადია. სხვა სფეროში არ გადავალთ, მაგრამ ეს პრობლემა მუდმივად ჰქონდა და კიდევ უფრო მეტად გამძაფრდა ძალაუფლებასთან ერთად. და საბოლოო ჯამში ძალაუფლების დაკარგვის შემდეგ, როდესაც ის უკრაინაში იყო, საქართველოს ძალაუფლების დაკარგვის შემდეგ, როდესაც წავიდა, ანუ ჩვენ ერთად არ დაგვედგომებაო, რომ წერს ამ თავის Facebook პოსტში, მას საქართველოში არ დაედგომებოდა, წავიდა და უკრაინის ტელევიზიით გამოსვლის დროს მან თქვა, რომ ქართველებს მანასწავლა ჩაცმა და კულტურა, თორემ მანამდე აეროდრომი ქუდებით და ულვაშით და ასე შემდეგ დადიოდნენ. ანუ შეურაცხყოფას გვაყენებდა მუდმივად. თელ ქვეყანას აყენებდა შეურაცხყოფას. ეხლა რაც ეს თეზისება დოქტრინა უწოდა ამას. როცა ჭირდებოდა მას გაგახსენოთ, რომ თქვა რომ მე არა ვარ ქართველი პოლიტიკოსი, მე ვარ უკრაინელი. კი, ანუ როცა რა სჭირდება, იმას იტყვის და იმ სიტუაციას აუცილებლად მოირგებს და გამოიყენებს. საქმე ის არის, აი რასაც ბატონმა ვასილმა გამოეხმაურა ძალიან ძაფრად მე ვიტყოდი, სააკაშვილის ამ მე ვიტყოდი არა მოსაზრება, თქვენ სწორად აღნიშნეთ, ეს არის ერთგვარი სახელმძღვანელო მიმართულების მიმცემი, გეზის მიმცემი იმ ადამიანებისთვის, რომელსაც ჯერ კიდევ ჯერა რომ სააკაშვილს შეუძლია ამ ქვეყნისთვის სიკეთის მოტანა, თუმცა მე აბსოლუტურად სხვანაირად ვფიქრობ, არც ერთ ეტაპზე არ ვფიქრობდი, რომ ის სიკეთის მომტანი ადამიანი იყო, იმიტომ რომ ბოროტებისკენ აბსოლუტურად გადახრილი ადამიანი, მოუბრუნებელს რასაც ეძახიან, ვერასოდეს ვერ გააკეთებს სასიკეთო საქმეს. და გამოეხმაურა ამ მოსაზრებებს სააკაშვილის ბატონი ვასილ მაღლაფერიძე დოქტრინა უწოდა ამას. ეს მართლაც ასეა. მე როდესაც ამას ვკითხულობდი, სანამ გამოხმაურებებს ნახავდი, თუმცა ძალიან მცირე იყო მართალბრძანდებით. არ იყო ამას რეაქცია საზოგადოებაში არ მოყოლია. სხვათა შორის რეაქცია არ მოყოლია არა მარტო იმ ადამიანების მხრიდან, რომლებსაც წესით ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა დაეგმოთ და უნდა ეთქვათ, რომ ეს აბსოლუტურად მიუღებელია, რა ანთროპოლოგიურ განსხვავებებზე ლაპარაკობს ეს ადამიანი, საით მივდივართ საერთოდ, რა ფაშიზმია და რა ნაციზმია, ეს დამოკიდებულება რა არის. არამედ
აქეთა მხრიდანაც ჩვენი მხრიდანაც არ მოყვა ამას ისეთი მკვეთრი რეაქცია და მე ვფიქრობ იმიტომ რომ ნუ ეხა ეს ხო რაღაცა არ მინდა სიტყვები გამოვიყენო სააკაშვილის მიმართ რასაც ხშირად მიმართავთ ხოლმე არასერიოზულად უნდა აღვიქვათ და მე ვფიქრობ რომ არ უნდა აღვიქვათ ეს არასერიოზულად ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ჩვენ შეიძლება მივიდეთ იქამდე რომ ამ მოსაზრების ერთგული ვინც ახლა ხმას არიღებს და მართლა ხვდება ახლა ვისაც ოდნავ განათლება აქვს და რაღაცა ცოდნა აქვს მე-20 საუკუნის ისტორიის შეიძლება უფრო ადრინდელისაც რომ ეს არ შეიძლება 21 საუკუნეში ასე პოზიციონირება ასე ელაპარაკო ხალხს თუნდაც შენგან აბსოლუტურად განსხვავებულ ადამიანებს ხო ეს არ არის პოპულარული ახლა მაგრამ ეს ისეთი თესლია რომელმაც შეიძლება ნაყოფი სხვა დროს გამოიღოს სხვა დროს გაიზარდოს თუ დახვდა ამას ასე ვთქვათ ნაყოფიერი ნიადაგი და ეს ნიადაგი სამწუხაროდ რაღაც ადგილებში საზოგადოებაში არსებობს მე ხა სააკაშვილის ასეთი დამოკიდებულება და საზოგადოების დაპირისპირებაზე ლაპარაკობს რომ ჩვენ სხვები ვართ ისინი სხვები არიან და იქ ვიღაცა ევროპელია და ვიღაცა არის აზიელი და იქ ბარბაროსი და ჩამორჩენილი და არ ვიცი სააკაშვილი ალბათ არის ნამყოფი აზიის სახელმწიფოებში ყოველ შემთხვევაში ეხლა სამხრეთ კორეაში არის იაპონიაში და ახლა აზიის ესე გადავლა და მას ეს ახასიათებს სხვათა შორის. ყველაფერი რაც არის სუფთა, კუნკულა, ლამაზი, ფუნფულა, ყველაფერი არის ევროპული და ყველაფერი უბედურება უკავშირდება აზიას და თურმე არ არსებობს ის 1000-წლოვანი კულტურა და ის სახელმწიფოები, თავის ტრადიციები და რაღაც ეს თურმე არ არსებობს. ანუ მას შეუძლია არა მარტო ჩვენ მოგვაყენოს შეურაცხყოფა ადამიანებს, რომლებიც მის მოსაზრებებს არ ვიზიარებთ. მთელი სახელმწიფოები, მთელი ერები, მთელი რეგიონები, მთელი სამყარო, იმ აზიური სამყარო, რაც ყველას მიაყენოს შეურაცხყოფა და ეს მიაჩნია რომ დღეს არის საჭირო და აუცილებელი მაგრამ ეს იწვევს საზოგადოებაში გარკვეულწილად რყევებს და დაპირისპირებებს მე გაგახსენებთ და თქვენ კარგად იცით 1990-2000 წლების პერუში იყო ალბერტო ფუხიმორი და როდესაც ფუხიმორი 10 წლიანი დიქტატურის შემდეგ გაიქცა ქვეყნიდან სხვათა შორის ეს იყო ერთადერთი იაპონელი რომელმაც არჩევითი თანამდებობა დაიკავა იმიტომ რომ იცით თქვენ რომ იაპონიაში სახელმწიფოს მეთაური არის იმპერატორი და სხვა ქვეყანაში იაპონელი ემიგრანტების ოჯახშია იაპონიიდან ჩავიდა ეს ადამიანი დაბადებული იყო იქ დაიბადა უпростоრად პერუში 3 წლის ადრე იყო ჩასული მისი ოჯახი იქ და გახდა პრეზიდენტი და გააკეთა საშინელებები მერე გაიქცა პერუდან მერე დაბრუნდა ისე 2005 წელს უნდა მივიღო მონაწილეობა არჩევნებშიო 2007-ში დააპატიმრეს და მიუსაჯეს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. ძალიან მსუბუქ თემას მე სულ მომყავს მაგალითად სააკაშვილთან დაკავშირებით ფუხიმორის ისტორია. და მისი შვილი იყო კეიკო ფუხიმორი პარლამენტის წევრი მაშინ პერუში. და ამას ძალიან აპროტესტებდა. ხალხი აღსდგა და აპროტესტებდა იმას, რომ ამ მსუბუქი დანაშაულისთვის რომ მიუსაჯეთ ამ ადამიანს პატიმრობა 6 წლით. სინამდვილეში საშინელებები აქვს ჩადენილი თავის გენერლებთან ერთად. და მერე დააბრუნეს საქმე გამოძიებაში და 25 წელი მიუსაჯეს ფუხიმორის. სადეს მისი გათავისუფლება შინა პატიმრობით, ასაკში იყო 86 წლისა გარდაიცვალა შარშან 11 სექტემბერს. ანუ სულ ახალი ამბავია ეს. მაგრამ ხალხი ისევ ქუჩაში გამოვიდა პერუ და ითხოვდა რომ დააბრუნეთ ეს ადამიანი ციხეში. 80 წლის კაცზე ვლაპარაკობთ ჩვენ. კი ბატონო. და კეიკო ფუხიმორი ჩაუდგა მამამისის პარტიას სათავეში. აი ახლა ლაპარაკი როა იმაზე პარტია უნდა აიკრძალოს თუ არ აიკრძალოს, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საკონსტიტუციო სასამართლომ და ასე შემდეგ. ზუსტად ეს პროცესები 2000 წლიდან 2020 წლამდე გაიარა პერუმ ყველაფერი აბსოლუტურად. ჩათვალეთ რომ აი კეიკო ფუხიმორის თავმჯდომარეობით პარტია იყო ნაციონალური მოძრაობა. და იყო სხვა პარტიები, რომლებსაც ყავდათ პრეზიდენტობის კანდიდატი, მაგრამ ჩვენ გვაქვს ის უპირატესობა ამ ვითარებაში და რაც სააკაშვილს რამაც დააწერინა ეს რაც დაწერა და რაც იწვევს მის განსაკუთრებულ გაღიზიანებას, რომ პერუში იყო 51% 59%. ანუ ქვეყანა რეალურად იყო შუაზე გაყოფილი. ფუხიმორის მოწინააღმდეგეებს და მომხრეებს შორის. იქ პროცესები ჯერ კიდევ ვითარდება და დღეს ჩვენი საზოგადოების გონიერება ამაშიც ჩანს, რომ ჩვენმა საზოგადოებამ 51-49-ზე კი არ დასვა ყოფილი ხელისუფლება და დღევანდელი მართველი პარტია. ის გაიყო, გამოიყო ჯამი და ასე შემდეგ. ერთადერთი საფრთხე ჩვენ გაგვიჩნდა 2008 წელს, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნები იყო და გახსოვთ თქვენ რა უბედურება ტრიალებდა ქვეყანაში. მე ასეთი ნიაღვარი სიბინძურის საერთოდ არ ვინახავს არც ერთ არჩევნებთან დაკავშირებით. და იმის მერე აი მუდმივად არის ეს პროცესი. ერთ ეტაპზე
სადაც იმედი ჰქონდა სააკაშვილმა ვერ დაიბრუნა ძალაუფლება. თქვენ გახსოვთ მუდმივად იყო ლაპარაკი იმაზე, რომ აი ეხა 4 წელი იქნებიან ან 8 წელი. და 2016-ში გაუჩნდათ მოლოდინი, რომ ისინი შეძლებდნენ ისევ ხელისუფლებაში დაბრუნებას. ეს არ გამოვიდათ. ძალიან დიდი იმედი ჰქონდა სხვათა შორის მე რამდენიმე ადამიანი მეუბნებოდა მაშინ რომ გაგიჟდებოდნენ თუ ხელისუფლება არ შეიცვლებოდა. მე არ ვიცი ხლა ის ადამიანები მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა როგორია, მაგრამ ჩვენ ვიცით რაც მოხდა 2016 წლის არჩევნებზე. 2020 წლის არჩევნებზე ჰქონდათ იმედი. 2018-ში ჰქონდათ რა კი 16-ში ვერ მოახერხეს რომ იქნებ პრეზიდენტის ინსტიტუტი მაინც ჩაეგდოთ ხელში და იცით როგორი გავეშებულები იყვნენ ყველა ერთად. და სააკაშვილის მიუხედავად იმისა, რომ ზურაბიშვილის მიმართ მას სენტიმენტები არასოდეს არ ქონია და ეხმარებოდა ამ პროცესს ისე რომ დიდი აგრესიით შემოვიდა თვითონ ვაშაძის მხარდასაჭერად და მერე გაუჩნდა ეს ერთგვარი ვითომ სენტიმენტები, ტყუილები ყველაფერი რასაკვირველია. ზურაბიშვილის მიმართ არასოდეს არ მოწოდა ზურაბიშვილი და აგრესიულად ჩაერთო 2018 წლის კამპანიაში. 2020 წლის კამპანიაც ანალოგიურად იყო საარჩევნო წინა საარჩევნო კამპანია. და საბოლოო ჯამში 2024 წლის არჩევნებზე გახსოვთ მაშინ მცდელობა იყო ერთი წლის განმავლობაში შევიდეთ, არ შევიდეთ, ხელი მოვაწეროთ მემორანდუმს 2021 წლის მიშელის დოკუმენტს და დანიელსონის ვიზიტს გულისხმობდა შარლ მიშელის აქ და 2024-ში ისინი საბოლოოდ მიხვდნენ რომ ვერასოდეს ვერ დაბრუნდებიან ხელისუფლებაში. აი ამან განაპირობა სააკაშვილის ეს დოქტრინა. მას სურს ეს პროცესები გადაიყვანოს, რაც ახლა ქუჩაში ხდება, ანუ ეს არ არის რა თქმა უნდა სერიოზული პოლიტიკური პროცესისთვის რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილების მომტანი ვერ შეცვლის ეს პოლიტიკურ პროცესს, მაგრამ მას უნდა რომ აქ შემოიტანოს ზიზღის ენა და ამახვილებს ყურადღებას ისეთ თემებზე, რაზეც ამახვილებდნენ ყურადღებას 30-იანი წლების გერმანიაში. მე ვარ იადვაშევში დამყოფი ჰოლოკოსტის მუზეუმში იერუსალიმში და მე იქ ვნახე 1930-იან წლებში გამოცემული კომიქსებიც კი ბავშვებისთვის, რომლებაც წერა კითხვა არ იცოდნენ, უშვებდნენ ნახატებს, როგორი იყვნენ წარმოჩენილი სხვადასხვა ეროვნების ადამიანები, არ მინდა ეხლა რაღაც კონკრეტიკისკენ წავიდე, როგორი იყვნენ რა კარიკატურები, რომ მათ ჩანერგოდათ სიძულვილი. ლაპარაკია 5-6 წლის ბავშვებზე. და შემდგომ მოდის უკვე სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის რა მზადდებოდა, ჰიტლერ იუნგენდისთვის რა მზადდებოდა და ასე შემდეგ. ანუ ამ იდეოლოგიის საქართველოში ნიადაგი არ ექნება რასაკვირველია, მაგრამ ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ სააკაშვილის მცდელობებზე. მას უნდა რომ ქვეყანაში გააჩინოს ეს დამოკიდებულება, რაც უკრაინაში ძალიან დიდი მცდელობით შემდეგ მოახერხეს კიდეც. აი ხო გახსოვთ, ვინც არ ხტუნავს რუსია, მასკალია, რო ამბობდნენ და აქაც გააკეთეს ეგ, აქაც ჰქონდა მცდელობა აქციის დღეებში ერთხელ თუ ორჯერ, რომ აი ჩვენ და ისინი ესეთი დაპირისპირება გაეჩინათ და სააკაშვილი ხვდება რომ არიან ადამიანები რომლებიც ბოდიში ამ სიტყვისთვის წამოკიდება ამ თემით არის შესაძლებელი, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, არანაირი ნიადაგი საზოგადოებაში ამისთვის არ არსებობს. პირველი ერთი გარემოებაა, რომ სააკაშვილს არავინ არ აღიქვა სერიოზულად, შეიძლება მისი მფარველები, რომლებიც ცდილობენ, რომ ჯერ კიდევ აქვს რესურსი, რომ ეს მასალა მოდი გამოვიყენოთ, ბოლომდე არ არის გახარჯული, მაგრამ არჩევნების ყველა ეტაპი, ყველა არჩევნები ადგილობრივით საპარლამენტოც აჩვენებს იმას, რომ არანაირი რესურსი რეალურად მას არ აქვს. ანუ ის არ არის 30-იანი წლების ჰიტლერი. შეიძლება ძალიან უნდა, როგორც ბატონმა რეზო ამაშუკელმა ჯიბის ჰიტლერი დაარქვა. შეიძლება ძალიან უნდა, რომ ის ძალაუფლება კონდეს და ის მასშტაბები კონდეს, მაგრამ არანაირი რესურსი ნიადაგი არ არსებობს. ეხლა ჩვენ არ ვართ 30-იანი წლების გერმანიაში. კი ბატონო. ვასიკო, შენ თქვი, აი ამ ყველაფრის შემდეგ რაც ბონდო აღწერა, შენ თქვი, რომ ეს რაც მან დაწერა, ეს დოქტრინა, მომავალში კიდე იჩენს თავს. ანუ რა, აი გამოხატავს საკუთარ თავს. რას გულისხმობ ამაში, ანუ რა შეიძლება ამას მოყვეს შენი აზრით? ხლა ის რაშიც ბონუს ვეთახმები რომ მიკროფონი მაინც მიწიეთ ცოტა შენსკენ. ხა ბონუს ვეთახმები დღევანდელობით ამას არ აქვს ფართო ხარდაჭერა, ეს ცალსახაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ესე იგი ეს უბრალოდ ჩაივლის და ეს უბრალოდ არის დაწერილი და რატო ნორმალურ ვითარებაში ქვეყანაში არის ხელისუფლება და ოპოზიცია ესენი იცვლებიან ერთმანეთში ან რაღაც პერიოდის მანძილზე და ეს არის არჩევნების ეს ერთი ამბავია. და ეს ერთ-ერთი არის სუვერენიტეტის ქვეყნის სუვერენიტეტის განსაზღვრულების კირო. ჩვენ ისე ვცხოვრობთ, როგორ ვცხოვრობთ,
გვაქვს განსხვავება, ჩვენც გვაქვს განსხვავება უამრავ საკითხში. ნებისმიერი ადამიანი რაღაცა კუთხით ყველაზე ახლობელის მიმართაც კი ოპოზიციონერია. შობელიშვილის მიმართ, შვილი ბავშვის მიმართაც კი ყველას თავისი აზრი აქვს. მე ხდება ამისი შეჯერება. პოლიტიკურ დონეზე ეს არჩევნებია. მაგრამ ესენი არ ივიწყებენ, რომ ეს არის ერთი ოჯახი, ეს არის ერთი ქალაქი, ეს არის ერთი ქვეყანა. ამაში ვარ ჩადახმული. არის მეორე რაც შენით დაიწყე. როდესაც არის ეგრეთ წოდებული რევოლუციური გზა, ეგრეთ წოდებული კი არა რევოლუციური გზა, ამ სიტყვის კლასიკური გაგებით ახლა მოფერებითი, ხავერდოვანი აბრეშუმის, შვიდობიანი რაღაცა კი არა ესა. როდესაც მეორე ნაწილი მიგაშტია პარაზიტად. და რაც ის დიდი რევოლუციები ვიცით, ეს არის, რომ ისინი უნდა გაანადგურო. შენ უფრო ლამაზი სიტყვა თქვი მოაშტო. თუ პარაზიტს ანადგურებენ, პარაზიტთან არ შეიძლება არანაირი თანამშრომლობა. სხვადასხვა გუშინ წინ 2 დღის წინ გერმანიის პრეზიდენტი გამოვიდა. ზუსტად სიტყვებით გაიმეორა, რომ არავითარი არც ერთ დონეზე თანამშრომლობა არ შეიძლება მათთანო ეს კონკრეტულ პარტიას ასახელებდა, ალტერნატივა გერმანიისთვის ხო? და მეტიც მან ილაპარაკა პარტიის აკრძალვას. და მიანიშნა, რომ ჩვენ აქ პასიურები არ უნდა ვიყოთ. კიო, რასაკვირველია, ძალიან ისე უნდა გულდასმით შევისწავლოთ ეს, მაგრამ ეს დემოკრატიის საშუალებაა და ჩვენ ეს უნდა გამოვიყენოთ. ანუ პარაზიტთან არ თანამშრომლობენ. ეს თემა არის. ეხლა აქ რაც ხდება? აქ ხდება ის, რომ ჩვენი პრობლემა ქვეყნის რომელიც იშეს თავს, რომ ოპოზიცია არის სუსტი. რბილად ვიტყვი. და ოპოზიცია ვერ იპოვა, ეხლა მისი შეცდომები იყო, ასე იყო, ისე იყო, რასაკვირველი იყო, მაგრამ ფაქტი ეს არის. არა და ოპოზიციის გარეშე ეს არის რთული განსხვავებული აზრის გარეშე. და ამ ოპოზიციამ ესები დაუშვა, რომ განუწყვეტლივ თამაშობდა ესე ვთქვათ, არაშორშრეტელურად თამაშობდა არა მის თამაშს ეს პარტიები. ჩვენ გვისაუბრია ამაზე კოლია კიდეც ლიდერები, როდესაც მისი ესე ვთქვათ, შენ ჭადრაკით გამოდიხარ, ჭადრაკით გინდა რომ ითამაშო და პრეტენზია გაქვს ჭადრაკის ტურნირში და ამავე დროს ხარს უჭერ, რომელიც ესე იგი აქ ჩაპაევს თამაშობს, ეჩვევა და ფიგურებს ისვრის აგეთიკით და შენ ამასაც უცხადებ ესე იგი სოლიდარობას, რასაკვირველია ყურადღება იქით გადადის და ის ყოველთვის გაჯობებს ველი. ეხლა დღესაც ნახეთ ხო ყველაფერი ვარცხდება, მაგრამ 4 ოქტომბერი, რომელიც ყველაფერი რადიკალიზაციის ერთ-ერთი წვერი იყო, რომ შეიძლება გამოგიდგოს და ეგეთი ჩვენ უამრავი გვახსოვს, რაზეც მუშაობენ ტელევიზიები პირდაპირ თქვათ ამ რადიკალიზაციაზე და განუწყვეტლივ მუშაობენ ქმნიან ფეთქებაცაშის ვითარებას. სადაც ვიტყოდი, რომ მტერბარაკდას რამე ისეთი რომ მოხდეს და ქვეყანაში დაზღვეული არავინ არ არის, მაშინ ეს ენერგია წავა არა ოპოზიციის კუთხით, არამედ წავა რადიკალიზაციის კუთხით. ანუ ადამიანებს, რომელთაც რაღაც არ მოწონთ და აქვთ გარკვეულწილად განსხვავებული აზრი, უნდა მოხდეს ტრანსფორმირება, გინდა თუ არა რევოლუციურ საპროტესტო სიტუაციაში და ამის ირგვლივ უნდა კონსოლიდდეს. ახლა თქვენ აღნიშნეთ, რომ არ გამოეხმაურენ. ესეც ერთ-ერთი ამბავია. არ გამოხმაურენ, იმიტომ რომ როდესაც ეს ლოგიკურად მიდიოდა აბსოლუტურად და მე ესე ვუყურებ ამას, რომ რომ ვეძახია რომ გეგმა არ იყო, რომ შვედიერი გეგმაც იყო და შვედიურად იყო დალაგებული რევოლუციური ესე ვთქვათ სქემა, უბრალოდ შემდეგ ზუსტად იგივე ტელევიზიები, რომლებიც ამას ამზადებდნენ ჯერ კიდე წინა დღით და 2 საათით ადრე, 1 საათით ადრე, შემდეგ უცებ თქვის გეგმა არ არის და ჩვენთან სამწუხარო ჟურნალისტებს ჩვევიათ ხოლმე, რომ რასაც ჩაზახებენ, იმას იმეორებენ და დაიწყეს მე. გეგმა, აბა მითხარით გეგმა, რა გეგმა უნდა გითხრან, ყველაფერი ნათქვამი იყო. მაგრამ აი ეს ამბავი მოხდა ამისი გადატვირთვა, ხელახლა რედაქტირება ამ სიტუაციის და ეხლა მე ესე მეჩვენება და ესე უყურებ, რომ ახალი ცენტრის ჩამოყალიბება ხდება სააკაშვილის ხელმძღვანელობით, როგორ უნდა და რატომ? იმიტომ რომ ბევრნაირი კომბინაცია ცადეს და ფაქტობრივად იქ ლიდერი არ გამოიკვეთა, მაგრამ აქ უკვე ნახე როგორ იყო გარეგულად ქმედებები, იქ იყო ცეცხლი, ასე შემდეგ, იქ შევარდა, შევიდეთ, შემოვიდეთ, მაგრამ ეს არ იყო გაფორმებული. ეხლა პირდაპირ პოსტულატებად გაფორმდა და ადამიანებს უთხრეს, აი შენ რომ რაღაც არ მოგწონს, კი არ უნდა დაიმორცხო. შენ აქ ქუჩის გადაკეტვაზე კი არ არის საკითხი. ანუ რაღაცაზე კი არ არის საკითხი შევარდნაზე. აი ნახე პირველი ესენი არ არიან ადამიანები, რეალურად ესენი არიან ბარბაროსები.
ესენი არიან მეორე ხარისხის ადამიანები. ესენი ჩვენგან განსხვავდებიან ანთროპოლოგიურად. თავის ქალების გაზომვას დაიწყებენ, მაგრამ დაიწყეს უკვე და ნახე, მაგრამ საინტერესო ამბავი რა არის? ეს არის ეს კი როგორც დაიწერა, მაგრამ მანდ არის რამოდენიმე წითელი ხაზი, რომელიც ევროპელებისათვის და ცივილიზებული ადამიანებისთვის და გინაც აზიელებისთვის და გინაც იმაში არის გადალახული, იმიტომ რომ მანდ ისეთი დეფინიციებია შემოტანილი, რომ აქ გვერდზე ვერ გაიხედა, აქ ვერ იტყვი, რომ ამას არ შევიმჩნევ და მიაქციეთ, რომ საერთაშორისო ორგანიზაცია ეს მოახერხეს, რომ არ შეიმჩნიეს ის, რომ ადამიანებზე აქ პოლიტიკური ჯგუფი ერთის გარემო საუბრობს და არ ემიჯნება ანთროპოლოგიურ განსხვავებას. ეხლა იცით როგორი საკითხია, რომ როდესაც დაიწყო იმან, ვინც დაიწყო ამაზე საუბარი, ვინც ყველაზე მეტად არის ცნობილი, თორე ბევრი იყო, ეს არ იყო ერთი ადამიანი, იმას შეეწმინდა ეს ყველაფერი, თორე ბევრი ადამიანი იყო, მაგრამ ნუ იცით ახლა ვინც არის, ის უხსენებელი ისაუბრობდა ამ სიტუაციაზე და ეს ახლა არის აბსოლუტურად მიუღებელი, აი მეგრელებს აქვს სიტყვა ვაშინერს, აი სრულიად მიუღებელი ამბავია, ხო? და აი ამას პატიობენ. ეს ამბავი როგორ საშენოთაც არ უნდა აკეთებდეს, სხვა ჩერჩილმა თქვა იმ კაცზე, რომ ეშმაკებს შევეკრები და იმას არაო, ხო? ეგეთის, ანუ ეს ისეთ უბედურებად ვითვლება. აი ხლა ჩვენ ესეთ რაღაცას ეს არ არის სიტყვა გამექცა. ეს არ არის გაგებუტე, ეს არ არის შემთხვევით ფეხი ფუნას ჩავკარი. ეს არის გააზრებული სიტუაცია და ადამიანების შემოკრება და რატო ხდება დამუშავება, რომ თქვენ რო ახალგაზრდა ხარ, ძველგაზრდა ხარ, პროფესორი ხარ, მწერალი ხარ, პოეტი ხარ, რეჟისორი ხარ, მსახიობი ხარ, ხო, ესეთი სიტუაცია. და თქვენ შენ რაღაც არ მოგწონს, შენ ახლა ეგზალტირებულიც ხარ, ესე ხარ, ხო, უცვლად ხარ. აი მე ახლა მოგიყვები შენ რატო ხარ ესე? და მოგიყვები ამ სქემას, იმიტომ რომ შენ ხარ ძალიან კარგი, ეს არის ტრადიციული სქემა მიმართვისა და ისინი არიან ძალიან ცუდები და ისინი იმიტომ არიან ცუდები, მიაქციეთ, არგუმენტაცია არ ხდება დამუშავება. იმიტომ რომ ცუდები არიან, იმიტომ რომ ძალიან ცუდები არიან და ეს ადამიანებისთვის ეგზალტირებულის დროს სამწუხაროდ ეს ჩვევი ამ პლანეტის ბინადარს. ესე მოვდივართ ჩვენ კაენიდან, ეს ესეა და რამე რთული განაზრებები მithumetes ერთად რო არის შემოკრებილი კი არ ჩვევია, კი აღარ გვჩვევია სამწუხაროდ ეს საფრთხე მუდმივად გვახლავს ჩვენ, აი როცა უთხრეს უფალი და ესე ვთქვათ არაბზადა თუ ვიცი ხო რა დავნაშავე ბადიტ ბარაბა ავაზაკი განსხვავება ესაც ვითო ჯვარზე უთქვეს და ჯვარსაც ვითეს მე კი დამოწყებულები დადიოდნენ და აგერ ამდენი წელი გავიდა თუმცა ყოველდღიურად მზათავართ რომ იგივე ესე ვთქვათ გავიბევრეთ აი აკაც ნახე ჩვენ ვყურებთ რომ და ესეთ აი ესენი უნდა ჩვენ მოკლედ შენ გაკ უკვე და როგორც იმ ადამიანმა თქვა ხა რომ ახსენებ თუ ის ადამიანი იყო რომ თქვენო მესიდისისგან განთავისუფლებთ მე პირდაპირ გადაჭარბების გარეშე ვდებით მან განთავისუფლა სიდისისგან ახლა ექიმი რომ იმას გისვამს რა ქვია დიაგნოზს რომ შენ პარაზიტები ყავს პარაზიტები უკვე ნიშნავს რომ განთავისუფლდა ეს არ არის რომ შინაური ფინია ყავს ან ძაღლი ყავს ხო აი ეს არის და ეს გაატარეს და მეტიც ეს ამბავი არის იქიდან რომ აი ამაზე ხდება ახლა მხარდაჭერა ეს გატარებაც და ეს დუმილიც არის მხარდაჭერა და ის ერთი ორი ცალკება სიტუაცია გედებათ ოპოზიციური პარტიებიდან ესეც არის ამისი გატარება და ამის ხელშეწყობა ესე იგი ეს ნიშნავს რომ აქ დევს ბომბი კიდევ დიდაბიტი პეტკებადი და ეს ნებისმიერ სიტუაცია რომელსაც შეიძლება ქვეყანაში შეიქმნას ეს იმ წუთში წავა საპროტესტო არა ამგზით, არამედ წავა ამგზით. და იარეს და როგორც ჩანს მაინც ჩათვალეს, რომ სხვა ლიდერებმა ამ მიმართულებით მართლაც ვერ აწიეს ეს რა. იმიტომ რომ მე მაგალითად გითხრათ, რომ ამას უნდოდა ბრჭყალებში გაბედვა და ვაშკაცობას გარკვეულ ყველაფერზე წასვლის უნარი. და ამაზე ხელის მომწერი არის ცოტა. მე ვაგვირდები, სხვა შორის აიბიტო გითხარით ერთმა მდევარმა მისმა თქვა რომ მე ყველაფერზე მოვაწერდი ხელ და ეჭვი არ მეპარება რომ მოვაწერდა მაგრამ ეს მისია მაგრამ აი გარედან სიტუაცია დუმილით არის ამიტომ დღეს ახლა თითოეულმა ადამიანმა რომელიც იქიდან აკეთვებით უნდა თქვათ რომ რაღაცეების მიმართ უნდა იყოს სოლიდარობა ადამიანები ვართ და რაღაცების მიმართ უნდა იყოს სოლიდარობა და უნდა ჩამოყალიბდე რის მიმართ ხარ შენ ესე ვთქვათ სოლიდარობა ერთ-ერთ პოდკასტში საუბრობდი ეს დამოკიდებულება ეგ შენი პრობლემაა
ხო, იქ შეგვიძლია სინამდვილეში ეს არის ყველას პრობლემა ჩვენი. მთელი ქვეყნის პრობლემა. რასაკვირველია, იმიტომ რომ შენ უნდა და რაზეა კიდე ხდურვახსა. ჩვენთან რასაკვირველია ასეა, ისეა, გადავხედავთ რომ განხეთქილება არის ადამიანი, ანუ ძიმე განხეთქილება არის. თუმცა იგივე განხეთქილება რა მთელ სოფლიოშია. თუმცა პროპორციები სხვადასხვა. ხო, მაგრამ მთელ სოფლიოში ეგეთ, მაგრამ ნორმალური საზოგადოება ჩვენ აი შენ რო იღვიძებ დილით რისკენ უნდა ესტრაფოდეს, ხედავ რომ ეგეთი, აი ხედავ რომ შენი თან მოცხო ხო არ არის 3 მილიონი ქვეყანა, შენი ნათესავი, შეიძლება შენი მეგობარი ყოფილი ანახროც ეგინდა, რომელთანაც შენ გაკავშირებს, იმიტომ ეს მტკივნეული. აბა მართლა პარაზიტი და ის რო იყოს ახლა, რა ქვია, ემოციური დამოკიდებულება არ გეკითხება. ცხადი არ გეკითხება. და შენ მაინც რა უნდა ცადო, აი რისკენ უნდა იყო მისრაფული, რაც არ უნდა იყოს, იმიტომ რომ ჯერ ერთი ვიცით რომ ნებისმიერი კონფლიქტი მთავრდება, რაც ისტორიებიც ის ხო, ესე ვთქვათ, შერიგებით გუშინდელი საკონცენტრაციო ბანაკის მცველის მესამეთაობა და საკონცენტრაციო პატიმრის მესამეთაობა შეიძლება და მეგობრები არიან და ეს იმიტომ კი არა რომ კარგები ვართ თან ცუდები. ერთ ქვეყანაში ცხოვრობენ და ერთ ქვეყანაში ცხოვრობენ და ერთი ამბავით არიან და ნუ მე ამას ხომ. მაგრამ შენ როცა ეს განხეთქილება შენ რისკი ხარ მის აი მით უმეტეს აი რატო შემთხვევით არ თქვი. უყურე შენ პროფესორი ხარ, რატო ხარ, იმიტომ კი არა პროფესორი ხარ და ძალიან ჭკვიანი ხარ. ერთი მოგეთხოვება გარკვეული ჭკუა, მაგრამ შენ რას აძლიერებ? და რა ვისკენ აძლიერებ დიალოგს. აი თქვა მიგაჩნია რომ მე თქვა არასწორ სიტუაციაში ვარ. შენ ხო უნდა ან შენ მიგაჩნია ხო უნდა ცადო წერალი ხარ რომელიც რაღაც ჰუმანიზმისკენ ხარ ვიდრეკელი გასაგები რაღაც არ მოგწონს კი ბატონო შენ სული სარკე ხარ და ასე შემდეგ და უნდა დამაჩარკეს შემახედო მაგრამ სულის ინჟინერი თუ რაღაც მაგრამ შენ ხო უნდა აქეთკე ცადო არა შენ როდესაც ამას ჭრი და პირიქით ამოფრო დიახ მე ამას ესე იგი ვეთახვები ან და დუმხარ ეს ცნობილი ამბავია რომ შენ რო ახლა აქ დუმხარ იმ დროს დუმხარ როდესაც იმას მიადგენ ამას მიადგენ და ეს მუხტი რჩება რა მნიშვნელობა აქვს ეს ხელისუფლება ესე იგი ხელისუფლება ესე რაღაც იმის მაგრამ ეს ხელისუფლება კიდე შეეცლობა ეს მუხტი თუ ესე დარჩა ჩვენ ვითარებაში როდესაც შენ მე კანონგარეშე და ბარბაროსად და პარაზიტად ყავარ გამოცხადებული ეს მუხტი დარჩება და მაგას მნიშვნელობა არ აქვს რომ ცოტა თუ ჯერ ერთია ქვეყნის აფეთქებისთვის რევოლუცია როცა კი მომხდარა თუ გადახედა ყოველთვის უმცირესობა ხდეს იმიტომ რომ უმცირესობის ხერხია ხელისუფლებაში მოსასვლელის რევოლუცია ასტონიანი შენობის დანგრევა შეუძლია 200 გრამ ჰექსოგენს ხო მაგრამ ისიც ნახე რევოლუციები როცა ხდება პლუს რატო არის ამ მუხტის შენარჩუნება ხდება და ეს როგორც წესი შემდეგ ახლა ვარ წავიდეთ ხდება გარედან ესე იგი მხარდაჭერით ესე იგი ახლა თვითონ შეიდაუმეხა ლენინს რო არ ქონოდა გარედან ეს გერმანული ფული ან იზამდა იმას ან ვერ იზამდა ხო და ეს არის ყველა სერიოზული პრობლემა ჩვენთვის და ჩვენი თანაკვეთებისთვის აქ რაღაცა მოხდება იქ რაღაცა მოხდება იქ რაღაც ხელისუფლების და რაღაც ნაბიჯები ჩაიქმნება რუნიათობად მეორე მხრივ თუ კაცრ ღონისძიებებს გაატარებ ეს თავის ამბავს იწვევს და რა თქმა უნდა კარგავს საზოგადოებაში ესე ვთქვათ დიალოგს აი მაგალითად რო ავიღოთ ერთი საკითხი და აი როგორც უკვე გახდა მანტრასავით ხო რუსო და მოღალატე ქვეყნის და ახლა არცად არ არის თუნდაც ისეთ თემაზე დიალოგი იქნებ თანხდება საქართველოში ხელისუფლების მომხრე და მოწინააღმდეგეთა დიდი ნაწილი იმაზე რომ დიახ საქართველოს ნაწილი საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია იქნებ თანხდება იმაზე რომ რუსეთს ესე ვთქვათ ისევე როგორც კიდევ ბევრ სხვა ქვეყანას ვისაც ხელი მიუწვდებოდა საქართველოს მიმართ არ აქვს დედობრივი გრძნობები ხო არა ხო დამას გეუბნები და იქნება არ არის საქართველოს მოქალაქეების მიზანი რომელიც დღეს ხელისუფლებას უჭერს მხარს მიზანი რომ ჩელიაბინსკში გავიღვიძოთ მე მართალია არც მინახავს ადამიანი რომელიც არა რომელიც ამაზე ესე ვთქვათ რომელიც ამაზე რატო უნდა გავიღვიძოთ ჩელიაბინსკში ხო ნახე როგორი სიტუაცია ამის ხوارი რომ შენ ისეთი რამე უნდა დაგაბრალონ რომელიც წინააღმდეგაც შენ ერთი რო აბსურდი არა გაქვს ამას გაბრალებენ და ხო და რატო მინდა გითხრა მე რო ვახსენებ იმ ავაცახსენებელ ადამიანს გასაგებია ვიზაც არის ხო გერმანიაში რო აღმოცენდა თუ ავსტრიაში და ერთხელ ბევრი წლის წინ გერმანიაში ვიყავი და ტელევიზორში რო გამოდის კი როგორ ჩხავის და მითრაგდეს მე ეს სიტყვები და 10,000-ობით
ადამიანები აბა იქ უნდა ნახო 10000-ობით ის მოედანის დანახება გვენაში და შეუკრებია და ხალხი ბნედა ემართებოდა ყოველგვარი მირეკისგან და როგორ მარტივი რაღაცებით საუბრობს იცით ეს არის ესეთ რაღაცებით ლაპარაკობ თქვენ ხართ კარგები თქვენ ხართ სიკეთე ის არის ბოროტება რატო იმიტომ რომ ის ბოროტება რატო იმიტომ რომ ბოროტად დაიბადა იმიტომ რომ ესია ხოლო შენ ის გიშლის ხელს და შენ რო კარგად იყო აქვე გაქვს 64 აქვე გაქვს აი სადაც არის კარგად იქნები მაგრამ ეს უნდა გაანადგურო ეს პარაზიტი ესე უნებოდნენ ნახე უთხრეს თქვენ კომუნის მიაღწევთ იმ 64-ს ხო იმ ქვეყნად კი არა აქვე მიაღწევთ მაგრამ ბოლშევიკები იქცევენ 20-იან წლებში ხო ეს გიშლის ხელს ამით არისტოკრატიას ხო მე ჯერ თქვენს ნახეთ როგორ არის ამ პროფესორებს და მწერლებს უნდა ვთქვა ჯერ თქვენს რომ არისტოკრატია გიშლის ხელსო უშლიდათ ხელს არისტოკრატიაგან მე თქვენს რომ აი ვისაც ოდნავ არის მე აღმოჩნდა რომ ყველა უშლიდათ ხელს მე აღმოჩნდა რომ პარტიის წევრები უშლიდათ მე აღმოჩნდა რომ ბოლშევიკები უშლიდნენ ხელს მე აღმოჩნდა რომ ყველა უშლიდა აბსოლუტურად ხელს და ბოლოს რო იტყვიან ესე იგი და ამ სიტუაციას და მაგრამ ახლა ჩვენ რო შევხედოთ რა სისხლი უბედურება და ამბავი დაიწე ამიტომ ეს არ არის ესეთი უბრალო საკითხი და მე მთელ ამ სიტუაციაში მაშფოთებს ერთი რამე რომ ჩვენ ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციები რომლებიც მიდრეკილები არიან რომელიც აი საკმარისია რომ რაღაცა როგორც თვითონ მიაჩნია პოლიტარაკორექტული სიტყვა გამოიყენო და იმ წუთში ესე ვთქვათ იწყება იმ წუთში საერთაშორისო დასკვნები იწერება აი ახლა ძირითადი ნახე რა საინტერესო ამოდის და მედი კიდე არის დამცინავი გამოდის რომ საქართველოში გამოდის მთავარი ოპოზიციური პარტია რამშობა ესია ფორმირებული პრაქტიკულად არის ლიდერი არ არის ლიდერი ხო ესია და უკვე ლაპარაკობს რომ აი ჩემს ირგული მოგროვდით მოგუჩდით ერთად დავდგეთ იმიტომ რომ და ვებძოლოთ უკვე ანთროპოლოგიურად განსხვავებულ ადამიანებს და ეხლა როგორ მიდის იცით რომ პაუზა მიდის ამის გამოცდილება გვაქვს რომ 1-3 კვირის მერე ამაზე ყურადღება არ იქნას დასმული ჩვენი ჟურნალისტებიც ახერხებენ იმას რომ ამაზე არ ეკითხებიან განუწყვეტლივ რომ შენ როგორ ახარ ან ელჩი რო ხარ ეს რო ხარ და ან იქნება ეს აცილებული არ ვიცი არ მომიკრავს გადავიხედავ ამან უნდა ჩაიაროს იმიტომ რომ ეს არის ის გადაგდებული თესლია ეს ხო მაგრამ ელოდებიან ეხლა რომ გავიდება თუ ეს იქნება შემოკრებილი რა ეხლა საქართველოს შევაუდი რომ რადიკალური იყო მემარცხენე რადიკალური მემარჯვენე ესეთ ორგანიზაცია ეხლა ეს არის სუპერ რადიკალური სიტუაცია მე მეტიც დავწერ ეხლა ეს ობიექტურად ესეა რომ ეს როცა ამ ანთროპოლოგია და ის შემოიტანა ეს სოციალურ დარვინისთან მივიდა ის რაზეც თავის დროზე ჰიტლერმა დააფუძნა და ეს ერთიანული ნახეთ გავიმეორებ აგაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა რო დაერქვა ამ პრეტენზიით ნახეთ ნაციონალური ეს გარედან და შინიდან მაგრად იყო ნაფიქრი ეს ეს იყო ეროვნული მოძრაობის ევროპეიზირებული ვარიანტი უფრო თანამედროვე იყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და მას ქონდა პრეტენზია რომ მე გამოვხატავ მთელი გამაერთიანებლის ამ პრეტენზია მე მთელი ერის სიტყვა არ არის მთელი ნაციის ნუ ჩვენთან სინონიმები ხო ეგ სიტუაცია მთელი ნაციის ინტერესებს და ამ ნაციით კიდე მაშინ ამბობდნენ რომ აქ საერთოდ უკვე ეთნიკური კი არა აი ესე ვთქვათ პოლიტიკურად ქართველი იგულისხმება და ამ მოშლაობით იყო ამ დოქტრინით როცა მისი ლიდერმა გამოაცხადა და პარტიის დღეს ეს უკვე შეიძლება გავიდა ერთი კვირა ხო ეს არის მისი ხა მან უკითხა არა ჩვენ ყველასი არა ვართ ჩვენ ვართ მისი საუკეთესო ნაწილის ეს არის ნაცია ყველა დანარჩენი ხო მაგრამ მან და ვინახართ იცი ვისაც ჩვენ ჩავთვლით ხო ვინ არის პარაზიტი თუ იცი და საინტერესო პარაზიტი ერის ნაწილი არ არის საერთოდ არ არის მაგას გელაპარაკობ ეს ერიც არ არის მაინც ნაციონალური მოძრაობა ის ერი არა მან თქვა რომ მაგრამ ცინალური ნაციონალური მოძრაობა კი არა ეს უკვე აქამდე თუ შენ შეგიძლია გამოგეხატა ეხლა ეს არის უკვე ნაცისტური მოძრაობა არის მან გამოყვეს ადამიანები და ძალიან საინტერესო სიტუაცია თქვა შემოიტანა აქამდე ესე ვთქვათ რა სადავდა გრუზინი ამას გრუზი ძალიან საინტერესო სიტუაცია დეგრუნიზაცია ეხლა ჯერ ვთქვათ ამისი ამბავი ამ რუსოს არ იყოს რუსო რო დამკვიდრეს გრუზინი არის რაცაც ეძახიან ესე ვთქვათ რუსები ხო ამ ფორმით ახლა გურჯიდან მოდის მაგრამ საქმე ის არის რომ რას ვამკვიდრებთ ახლა ჩვენ ბოროტებით სიტუაციას უნდა გითხრათ რომ მე ეჭვებარება იქ ბევრმა იცოდეს ვინ ჩაუწოდა მან თქვა რომ ჩვენ უნდა გახდეს
ქართველობა რაღაცა ფორმით უნდა გახდეს სამარცხვინო. მაგალითად უნდა გითხრათ, თქვენ იცით, მაგრამ მაინც რო თქვათ, რომ კოლხი, რომელთაც ჩვენ ვლაპარაკობთ, ეს არ არის ქართველების სახელი, ეს რასაც ბერძნები ეძახდნენ, ხო, ამას არასდროს დასავლეთ საქართველოში და არც ქართველებს არ უთქვიათ კოლხა, ხო, ეს იყო ეგრისი და სამეგრელო. იბერია ეს არის რომაელების მიერ შერქმეული სახელი, განაპირა სიტუაციით არის, ამიტომ ესპანეთის იბერია იქით და აქეთ, ესე იგი. ეს არ არის ჩვენი სახელი. ანუ ის მინდა, ეხლა ვიღაცამ რო დაიწყოს დეკოლხიზაცია, ესე ხდება გურჯი, რა შენ და ჩვენ ამიტომ უარყოთ, რომ ხალ კოლხი ჩვენა ვარ და ეხლა იმიტომ რომ სიტყვა არის იბერია უნდა უარყო. და გურჯი არის ის, რასაც სპარსეთში და აღმოსავლეთში ეძახდნენ ამ სიტუაციის. ეხლა გრუზინი ესე შემოვიდა. ეხლა ჯორჯი, მე ვიღაცას მოუნდება დეჯორჯიაზაცია. ეს არის ისევ იმ სიმებზე შეხება, რომელიც არის. ანუ ეს არის კამაგად ეგეთი სიტუაცია და იდეოლოგიურად არის მოწმებული და დერბარაკნას ჩეხოვი ამბობდა და აწ უკვე ესე ვთქვათ ხუნახა აი წერლები რო არიან ჩვენთან შეიძლება ანდონეზე არ არის, მაგრამ რაღაცას ხო წერდა არა ეს კაციც ხო და ჩეხოვი რო დასაწყისში თოპიკი დიაო ისო გაისვრისო და ეს არის ეს ბოროტი აი რაც აქ და ჩაგდა. ამიტომ თლათ ესე ირონიულად ამას არ შევხედავდი და ეს არის ამბავი რომელიც ხო და ერთი რაღაცას ვთქვა რომ ამან უკვე გამორიცხა რა ის არჩევნებზე ალაპარაკი. ხა ადამიანები რომლებიც მან უთხრა როგორ შეიძლება პარაზიტსა და წარმატებას შორის არჩევა არ შეიძლება. ხო და აი მე განსაკუთრებით პირდაპირ რატო ვახსენე. მე გამიკვირდა იმ ადამიანების რომლებიც ამას ესე ღიგებენ და მე რა ხდება იცი რო ველაპარაკები ადამიანს რომელსაც განსხვავებული აზრი გაქვს ხო ცდილობ რომ მე უნდა სულ გვერდზე გავდგე თუ ადამიანები რატო ვკამათობთ დებატში რატო ხარო ან თუ რაღაცა გაიგო მე წავხედე კიდე მოისმინო და ესე იგი ახლა გამოდის რომ ამ ეს დუმილი იწვევს რომ თითოეული ადამიანი რომელსაც რაღაცა არ მოწონს რა მნიშვნელობა აქვს აი ეს ფერი რომ აცვი არ მოწონს არა ან რაღაც არ თურმე აგროანა რუსოს იძახის ან რაღაცას იძახის აქ ეს უბრალოდ ისე კი არ ყოფილა რომ გაცხელდა უკვე თურმე აი იმის ირგული ხდება და მოდი მოკუჩთი მეუნება და ეს ადამიანები გამოდის და ერთ მინდა აგერა ეს სამეურვეო საბჭოს წევრი ხარ და ეს ადამიანები უნდა გავანადგუროთ ჩვენ ამას გეუბნება და ეს ადამიანები არიან ანთროპოლოგიურად სხვა. ახლა მე უნდა გითხრა რამ წამსის ადამიანია, ნუ საოცრება ამას და ახლა გითხრა რომ შემოჭრები აგათ ჟურნალისტებზე შეურაცხყოფა და აგერ სულ აი ამ პერიოდში მოხდა რომ ეს გამოაქვეყნა, პირდაპირ მოუწოდებენ სოციალურ ქსელებში სიტყვით ახლა და სხვა შეიძლება როგორ ამ კაცო ახლა რა მოხდა დაწერა ხო? გავანადგუროთ ეგენი სანამ ესენი ერთი მათგანი პოსტებს გეუბნები და შენ ნახე ალბათ სანამ ესენი ერთი და ამას ეს ხდება ჟურნალისტთა ეგიდით ეგრეთ წოდებული გინაბჭყალებში ჩასო გინაგალეებში ჩასო რა მნიშვნელობა აქვს და ამ ტელევიზიების ხრი და ამას არ იმჩნევენ ამ განადგურებას და ამას უკვე ეჩვევი ამ განადგურების სიტუაცია აი ეს არის პრობლემური სიტუაცია ეს არის ხდება მე ეს სიტყვები უკვე აღარ იწევს არც შეშფოთებას არც გაღიზიანებას ნუ ჩაოლებრივი ხდება ბუნდობარი სიტყვა არის ეს ძალიან საშიში ამისი დანერგვა ამისი და თანახე როგორ ჩვევით რომ მაგალითად შენ რო წარმოგიდგენ ის რაც ნორმალურ სიტუაციაში წარმოგიდგენია შენ რო შენ აი ჩვენ სამეურვეო საბჭოსაც არის გამათა ტელევიზიაში რომ შენ რო ახლა რაღაც ეგეთ აქ ლაპარაკობ რა იცი განსხვავებული აზრი რა განსხვავებული აზრი არის მის და შენ ამ დროს მეუბნები რომ ვინ ჩემნაირად არ ფიქრობს ამას ტელევიზიით ამორე ის უნდა განადგურდეს პირდაპირ სიტყვით წერია უფრო მძიმე წერია მაგრამ მე ხა უფრო რბილი ფორმით ლაპარაკობ და შენ ამას ესე უყურე მაგრამ თუ აღმოჩნდება რომ მე რომ ეს მიკვირდა სულ დღეში მოხდა მე დავინახე რომ თურმე ეს ადამიანები რომლებიც ესე ლაპარაკობენ რომლებიც აქაც არის ადამიანები რომ ესალმება მაგრამ რაღაცა რომ განსხვავებული მე დაინტერესებს მას განსხვავებული აზრი აქვს ამ ადამიანს თუ პარაზიტად და ესე ვთქვათ ბიეშია რომელსაც შეუძლია რომ თურმე ესე იგი მიბრუნდება და აღარ გეუბნები იმას საჭმელში ჩააფურთხებს და თურმე საჭმელში ჩაფურთხება არ არის ეს არის მაგრამ თურმე რაზე ელაპარაკ თურმე ადამიანები ინახავენ აი ეჭვი რო გაჩნდება საზოგადოებაში რომ მეორე ნაწილს ესეთი ბოღმა აქვს ეს არის ამბავი ეხლა შენ მე რამდენი ცალია და რომელი ცალია ვინ როგორ გამოხატავს ეს მეორე ნაწილია მაგრამ მე რაც მაშფოთებს საკვაშვილი შენახსენე ამას რო დაწერდა და ასე რო ფიქრობდა ეს ერთმნიშვნელოვანია ეს არ იყო შემაშფოთებელი ჰიტლერი რო ესე ფიქრობდა
ესე ფიქრობდა თავის ტანჯული ცხოვრება ქონდა, თავის კომპლექსები, თავის ოჯახიდან და მაგრამ მას რო ადამიანები აყვნენ, აი ეს არის ტრაგედია. ასეთ ცივილიზებულ ქვეყანაში, აი ბეთჰოვენის და გოეთეს ქვეყანაში აყვნენ ჩვენში ამას აყვნენ უკულტურულესი ხალხი. ჩვენთან ახლა ვიზახით ხოლმე სტუმარ მასპინძელი, რა სტუმარ მასპინძელი და რა ვაჟა-ფშაველა და რა ისა ვინ მოყვარეს არეძებს და რა ვეფხის ხაოსა. სტუმარ მასპინძელი ძალიან კარგად იცის ლიტერატურა და საერთოდ სათხდება მოქმედება სტუმარ მასპინძელში. კონკრეტულად დასაწყისში ხდება ჭაუხებში და და მე ხდება იქ სად ვინ ხალხშია ქისტებში მე მუდმივად რომ ლაპარაკობთ იმას ვაჟა-ფშაველას სტუმარ მასპინძელი დაწერა ქართულ სტუმარ მასპინძლობაზე დაწერა ქართულ სტუმარ რა ვიცი მე ქართველი იყო სტუმარი იქ და მასპინძლებზეა იქ ლაპარაკი როგორ მოიქცენ მასპინძლები ხო დღეს სტუმარია ეს ჩემიო ამას ქართველი კი არ ამბობს ქისტი ამბობს არ მინდა ხა ამ ლიტერატურულ რაღაცებში წასვლა არა ეს ბანდერო შენი ირონია არ დარჩეს არ დაგავწოს მაგრამ ეს იმიტომ მიდის რომ იცის რომ ეს წმინდა ეს არეუბნება ვინ არის თორე შეიძლება სულ არ მიპატიჟოს სახში არა მაგრამ ანუ არ ვერ უთხრა სტუმრად მიპატიჟებაზე ეს სუდი გაზრახვით კი არ არის იქ მისული ნუ გავიგე იმის მოსაკლავად არ არის მისული იქ მაგრამ კაციმას ეუბნება ვინ არის რომ ამის ძმა ყავს მოკვლული ხო ნუ ახლა მაშინ კარგი სტუმარ მასპინძელი და ხილვა რომელმე მოვაწყოთ მაგრამ ერთი მომენტი არის ძალიან რაც თქვი ვასიკო შენ რომ აი რაღაც ევროპული ქვეყნების ელჩებმა არა ხარ შეიმჩნიეს, გაატარეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა. ეგ ძალიან საინტერესო ხა. შენ კიდე ბორდის თავმჯდომარე ხარ. აი მე რომ მეთქვა რომ ანთროპოლოგიური განსხვავება ჩვენსა და მომიტინგეებს შორის. ხო ერთ ამბავს ატეხავდნენ რომ აი იმან ესეთი რამე თქვა. ნებისმიერ ამ ტელევიზიის ნებისმიერ ადამიანს რო ეთქვა. ხო, მაგრამ ნუ აი ვასიკოზე კიდე გასაგებია რა. ბორდის თავმჯდომარე და ეგ როგორ თქვა ითხოვდნენ. მაგრამ აი მე ვინმე ჟურნალისტს რო ეთქვა ჩვენსას. ან რა ვიცი რომელიმე თანამშრომელს რო ეთქვა რომ ანთროპოლოგიური განსხვავება ხო ამბავს ატეხავდნენ, ხო? რა აქ არ შეიმჩნიეს ეს ამბავი, მაგრამ ამას აქ თავისი მიზეზი ჩემი აზრით რატო არ შეიმჩნიეს, უნდა გავიხსენოთ ბორელის სიტყვები, რომ იქ ბაღია და დანარჩენი არის ჯუნგლები. და ამან ბაღზე გააკეთა აქცენტი. ამან თქვა რომ ჩვენ ბაღის ნაწილი ვართ, აი იმ ცივილიზაციის ნაწილი ვართ, ბაღისკენ მივისწრაფით და ესენი ჯუნგლებში გვტოვებენ, აი იმ ჯუნგლებში გვაბრუნებენ. და ამიტომაც არ შეიმჩნიეს. მე დაგიბრუნებ ახლა სიტყვას ნახე. აი რაც არის ჩვენ ითვლება რომ რაღაცა უნდა იქნას გატარებული და მე ამას ეჩვევიან. იყო ესეთი ელექტრონული გამოცემა თუ რაღაც. მონაჯი. აგას ხელებდნენ. შეგვიტანა ეს მე შემიტანა და ეგ კი ბატონო ამას აფინანსებდნენ ევროპიდან და იმ დაუდასტურებელით ესე რომ ამაში ევროკავშირის ელჩი ესე ვთქვათ მონაწილეობდა ამ სიტყვასა მე ჯერ ერთი ეგ ჩვენ იმაში არაზეს ადამიანს მონა უძახო და ეს უძახო ჯერ ერთიც უნდა იცოდე მაგრამ აი ეხლა ეს არის ერთი თავარი რა ნახე ეს მონაჯიდეს შენ განუწყვეტ მე გრუზინს დამარქვევ, პორტუგალს დამარქვევ, რაღაც თავარი არის რომ ადამიანებს კბებავენ ნახე ერთ დაგათვევთ ერდოს. ერთ ნაწილს აქვს პოლიტიკური მიზანი. იმანიცის რასაც აკეთებს. აი სულ ზემოთ რა. მე მას ყავს როგორც არმიას. მე არმიას ყავს, ამას თავში ყავს მენეჯერები. იმანიცის რატო მენეჯერებს ესევა. მე აქ არიან ესე იგი გულწრფელი სულები, ესე გულწრფელი არიან ფულს აძლევენ, არიან გულწრფელად. თუმცა ამ ფულით და ამაში რო ტოპავდა, როდესაც შენ ორჯერ ჩაიდენ მძიმე საქციელს და მესამეჯერ ჩაიდენ, შენ მე უკან რო ხედავ რომ უკან დაბრუნება აღარ არის, ადამიანს არ უნდა ამ დედამიწაზე სანამ არის რომ თავი გაიმტყუნოს. ამიტომ ნებისმიერ წუთში ამიტომ ის უპირატესად დაიჯერებს რომ ებრაელები არიან დასახოცი მერე, პოლონელები მერე, ჩუქჩები არიან დასახოცი მერე, გრუზინები არიან დასახოცი მერე, ასე შემდეგ. ამას უფრო დაიჯერებს. მინახია ცოტა არ ვიცხოვრი ამ დედამიწაზე უშნოდ აღგზნებული ადამიანები, რომელიც საქართველოში კუთხეების დონეზე არიან ხოლმე ესე გამშვალული. აი ამ კუთხის არ შეიძლება, იმ კუთხის არ შეიძლება. ეს ერთი არა, სხვადასხვა გონიერი ადამიანებიც, რომელსაც საზოგადოებაში გარკვეული პატივისცემა ჰქონდა, უშვებენ ხოლმე ასეთ შეცდომას, რაღაცაზე გაბრაზებულმა შეიძლება ისეთი რამე დაწეროს, რომ მთელი კუთხე არასოდეს რო არ დაივიწყებს, იმას არ ვიდა ეხლა კონკრეტულად. კი, მესმის, მაგრამ
ეხლა მაგრამ ეს როცა გადადის ახლა ამ ვითარებაში და შენ აი პოლიტიკურ სიტუაციას ყველა უყურებ, აი მე მინდა თვითოული გასაგებია რომ აუტანლობა არის. ჩემთვის ესე ვფიქრობდი აუტანლობაა, მაგრამ აი ვერ მიტან აი რაღაც ნუ თქვა გადაიფიქრე, აი თქო შენ ჩაიფიქრე და გადაწყვეტილი გაქვს რომ მე რატომღაც მინდა რომ ჩელიაბინსკში შენ ხო უნდა კონდეს წერლობაზე პრეტენზია გუშინ ვიცდოდით ესე ვთქვა გააქვს პრეტენზია ხარ გეუნები რომ ან ცუდა წერ ან კარგად წერს და ამიტომ ესუფლება მაგრამ და შენ ახლა ემოციურად ესე იგი ამაშვები და ამტკიცებ მაგრამ ეხლა ნახე სად გადავიდა უცებ კარგი მე და მაგრამ მე ხო შენ ამ მანქანას რო დაქოქავ შენ რო ამ გილიოტინას დაქოქავ და ამ გილიოტინასკენ მიდიხარ ეს ხო ჩემზე არ დამთავრდება შენ ხო მე ამ გილიოტინას ხო საკვები უნდა გილიოტინას სხვადასხვა აი ესაო გალაქტიონი ლოთი იყო და გონიათ რომ მაგარი პოლიტიკოსი გოლივერი რკოვდა გალაქტიონის ახლექს ბედი არაზოს არ ყოფილა ისეც პირი როცა შაპოძე ადიოდა რობესპიერიო აქ არის მთელი პოლიტიკის არსი გამოჩენილი. იმიტომ ეს შენ ამას არ დაკოქო. თორე ხო და რატო იცი რომ დაკოქო ეს ვიც დაკოქა იმას ჭირდება. შენ აქ ეჩვენება ამას რო ებაშვები და ხა დაჩემებული გაქვს რომ ასე იყო 30-იანი წლების რეპრესიები რომელიც 20-იანი წლების 30-იანი წლების მუდმივად რაღაცას ვიღაცას ჭირდებოდა და მე ბევრი ადამიანი იყო. არა, ტყუილა ხო არ იყო, აი ნახე რა იყო, ტყუილა ხო არ იყო. ჩემთვის სკოლაში ვთქვია მასწავლებელს. გავისთავოთ კარგი ადამიანი შეხავით რომ უკვე ცეთი სიტუაცია ხო 70-იანი წლები და ნახე ირჩეოდა საკითხი და არაო მაშინ ალბათო დამნაშავე იყო ბაბუაშენი აი იგივე 30-იანი წლების 20-იანი წლების ისტორიას არ მინდა ეხლა დრო არ აქვს ალბათ რომ ფრთლად ვისაუბროთ ამ თემას მაგრამ ძალიან საინტერესოა ეს იმ 21 წელს შეცვლილი ხელისუფლების ბოლშევიკური ხელისუფლების გვერდით იდგნენ ადამიანები რომლებიც 34 წელს პრივილეგირებულები იყვნენ და რომ მთელი 13 წლის შემდეგაც როცა ბევრი ადამიანი დაიხოცა ხო იქ არისტოკრატია ფენა მთელი სოციალური ფენა თავდაზნაურობა განადგურეს და რაღაც ხომ და შემდგომ კოლექტივიზაციის დროს იყო სერიოზული მსხვერპლი ეს ადამიანები ისევ პრივილეგირებულ მდგომარეობაში ორდენებს იღებდნენ რაღაცა წიგნებს გამოსცემდნენ და ასე შემდეგ და შემდეგ ეს ადამიანები ამ რეპრესიულმა მანქანამ ჩაითრია და 37 წელს ესენი სხვადასხვა ქვეყნების აგენტურის დაბრალებით თუ თანამშრომლობდნენ თუ არ თანამშრომლობდნენ თუ ტროცკისტები იყვნენ თუ სხვები ხო ესენი მაინც მოაქცია ამ ანუ თუ ერთი დაიძრა ეს პროცესი მე ამის შეჩერება უკვე შეუძლებელია ადამიანები რომლებიც ფიქრობდნენ რომ სწორად იქცეოდნენ აღმოჩნდა რომ იმ რეპრესიული მანქანის მსხვერპლი გახდნენ და კრონოსი ჭამდა საკუთარ შვილებს რომელსაც სწორად თვლიდნენ, აი რაღაცა სიკეთეთ თვლიდნენ და საბოლოო ჯამში ამის მსხვერპლი გახდნენ. ამიტომ თუ ვინმე ფიქრობს რომ ეხა სააკაშვილის ეს მოკლე მესიჯები ჩემთვის რა იყო, იცი მნიშვნელოვანი აქ ახსენე შენ, მაინ კამპშიც ასეა, სხვათა შორის შეიძლება ბევრს არ აქვს საკითხული, მაგრამ საკითხულია გაიხსენებს. მარტივი წინადადება ეს იყო გებელის პროპაგანდა. მარტივი წინადადებები გაუმეორო რაც შეიძლება ხშირად. და დაარწმუნ ადამიანები ტვინი არ უნდა ჭყლედინო. კი, ხშირად ცუდია, იმიტომ რომ ცუდია. თავარია რომ აი რასაც სააკაშვილი წერს, ისეთი მესიჯებად აქვს ეს დაწერილი, რომ ძალიან მარტივია, აი როგორც აღნიშნე, რომ ის არის ცუდი, პარაზიტი, შეხარ კარგი. ანუ თუ პარაზიტია, რა თქმა უნდა, ბუნებრივია განადგურებას ექვემდებარება და მე ხა კარგი ვარ და როგორ შეიძლება ხა მე ვინმე მოდესმი აღიქვას პარაზიტად, მაგრამ იმას ვერ ხვდებიან, რომ თუ კი დაიწყება ასე ადამიანების განადგურება, საბოლოო ჯამში ვიღაცა მოგიბრუნდება და შენც პარაზიტი ყოფილიყარ. გეტყვის, შენ რო გეგონა, რომ შენ იყავი და იმან გითხრა, რომ შენ კარგი ხარ, სინამდვილეში ხვალ შეიძლება იმან იფიქროს, რომ სულაც არა ხარ კარგი. და ასეთი რამები ხდება ხოლმე. ეხლა მეორე საკითხი, რაზეც ყურადღება გაამახვილე და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს, პოლიტიკოსების დამოკიდებულება და რატო არ აქვს ეხლა რეაქცია დაუშვათ. არც საელჩოებს, არც ევროპარლამენტარებს დაუშვათ, ეს ხო ამას ყველა თარგმნია საელჩოები და ჯერ ერთი Google-ით კითხულობენ ქართულად დაწერილ ტექსტებს უცხოეთში. ხო ისე როგორც ჩვენ ვკითხულობთ ინდოელების დაწერილს და ჩინელების დაწერილს. ეს პოლიტიკურად კითხულობენ შენ გაგრძელმა. ეს ხო არის ყველაზე სოლიდარული პოლიტიკოსი საქართველოში, ხო, რომელსაც მე ხეჭამ ხვდები რომ მას კიდე ფიქრობენ რომ აქვს რაღაცა რესურსი, მისი რესურსი ყველაზე მეტად არის რომ ადამიანი მეტი მხარდამჭერი ყავს ცალკეულ აღებულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს შორის. ხა ამდენი მხარდამჭერი არავის არ აყავს, ხო, რეალურად ეხა ვინც არიან ზოგი ციხეში და ზოგი გარეთ არის. მაგრამ ის დანარჩენი ხალხი არ ცდილობს მისგან დისტანცირებას. ამ ქვეყანაში პოლიტიკურ პარტიებს
მათ შორის არც მართლობაში იყოფნის დროს სააკაშვილის ერთიან ნაციონალურ მოძრაობას არ ქონია თავისი პოლიტიკა, დამოუკიდებელი პოლიტიკა. ისინი ელოდებიან რას იტყვიან გარედან. ანუ თვითონ პოლიტიკური კულტურის ნაწილი, პოლიტიკურ კულტურაში რა თქმა უნდა წმინდა ძდილობას და ელემენტარულ ეთიკას არ გულისხმობ, რაც საქართველოს ხშირად ეშლებათ ხოლმე. ქართული პოლიტიკური კულტურის ნაწილად ვერ შედგნენ ეს ადამიანები, ეს გაერთიანებები, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ მათ არ აქვს თავიანთი პოლიტიკური დღის წესრიგი. უბრალოდ გარედან ელოდებიან. ყველა შეცდომა, რომელიც მათ დაუშვეს და მოდი ასე ვთქვათ, კიდევ კარგი დაუშვეს. ყველა შეცდომა 2016-ში, 2017-ში, ადგილობრივზე 2018-ში, საპრეზიდენტოზე 20-ში, 21-ში, 24-ში, 25-ში დაუშვეს. ყველა ეს შეცდომა იყო გარედან დიდი მოლოდინებით, ისინი რაღაც მითითებებს აძლევდნენ, მაგრამ აქ შემსრულებლები, აქაც ითამაშა გარკვეული როლი ალბათ ქართულმა ხასიათმა, დადებითი კუთხით ვამბობ, მათმა ერთმანეთთან შეუთავსებლობამ და შეუთანხმებლობამ საბოლოო ჯამში მიგვაღებინა ის სიტუაცია, როცა მათ ესენი ერთმანეთს რა თქმა უნდა პარაზიტებად აღიქვამენ, მარტო ჩვენზე არ ლაპარაკობს ახლა სააკაშვილი იმ მესიჯებს მარტო ჩვენ საწინააღმდეგოდ არ ავრცელებს. ისინი პარაზიტებად აღიქვამენ ერთმანეთს და იწყებენ ერთმანეთის განადგურებას. აქ არ არის, აი რომ ნახოთ და გინახავთ ალბათ, როგორ ხდება დნმ-ი, რო წდება, მე რო აღდგება, როგორ გადაებმება, ისევ როგორ აი ეს პროცესი აქ არ არის. ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ნუ შეიძლება ვთქვათ ერთადერთი ადამიანიც ვისაც აქ გრძელვადიანი გეგმა საქართველოს განვითარების ხედვა ვისაც აქვს, აი რა უნდა იყოს დავუშვათ 10 წლის მერე, დღეს რო ეს კეთდება, ეს 10 წლის მერე რა შედეგს გამოიღებს 15 წლის მერე და ასე შემდეგ. ნუ ვიცით ხო, ეს ერთადერთი ადამიანი არის ბიძინა ივანიშვილი და პოლიტიკური პარტია, რომელიც ამ გეგმებს ახორციელებს, გეგმას ახორციელებს. აი რომელ პარტიას დამისახელებთ, დარწმუნებული ვარ ვერცერთს, რომელსაც რო კითხო აი როგორი წარმოგიდგენია შენი თავი 2028 წელს ხო აგერ არის რა 3 წელიწადში არჩევნებია რას აპირებ 28 წელს რას თავაზობ საზოგადოებას ალტერნატივად დღევანდელი მართველი პარტიის რო აი მე შემიძლია შევთავაზო და მე შემიძლია გავაკეთო და რასაც ეს აკეთებს იმაზე უკეთესად გავაკეთებ ანუ დავაშენებ ის კი არა რომ რას მოვალ დავანგრევ და ნულიდან დავიწყებ რაც ქართული პოლიტიკის კატასტროფაა შედეგების თვალსაზრისით თუ შევხედავთ ამას არ არსებობს ასეთი ადამიანებს პოლიტიკურ პარტიების ლიდერებს და პოლიტიკურ პარტიებს გაერთიანებებს როგორც პოლიტიკის სუბიექტებს არ აქვთ სამწლიანი გეგმა მე მაგალითად 2016 წელს ერთ-ერთი პარტიის ერთი კი არა ბევრი პარტიის წარმომადგენლებს უთხარი რომ რას აპირებთ 2020 წლისთვის რა დროს 2020 წელია მე უთხარი დამთავრდა ეს არჩევნები თუ თქვენ ეხლა არ დაიწყეთ მზადებას 4 წლის მერე რო არჩევნებია და ემსგავსების სპორტსმენს რომელიც ხართეზოზეა წამოწოლილი და ოლიმპიადამდე 6 თვით ადრე ცდილობს სტატამზე რაღაცა ვარჯიში ივარჯიშოს რომ მოიგოს მერე ოლიმპიადა ეს ხო მუდმივი ვარჯიშია ეხლაც იმიტომ ამბობ ამას აი 3 წელია მომავალ არჩევნებამდე 2028 წლის არჩევნებამდე რომელიმე პოლიტიკურ პარტიის წარმომადგენელს კითხეთ ემზადებიან თუ არა ანუ მიდის თუ არა პროცესი 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნების არა და მართლმისტური შეჯამებისკენ მართველი პარტიის წარმომადგენელმა თქვა ლიდერმა რომ ეხლა ამ 2025 წლის არჩევნები რო დამთავრდა ჩვენ ვემზადებით 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ღიად თქვა და დანარჩენები რისთვის ემზადებიან აი ეს ადამიანები რომლებიც ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებენ ხალხს ის ადამიანები რომლებიც იწონებენ სააკაშვილის ამ ნუ არ ვიცი ფაშისტურ იდეოლოგიას რომელიც ღიად გამოჩნდა უკვე დეკლარირება მოხდა იმისი რაც ჩვენ ყველამ ვიცოდით აქამდეც როგორი დამოკიდებულება ქონდა მას ადამიანების მიმართ არა მხოლოდ საქართველოში სხვათა შორის ევროპელი პოლიტიკოსების მიმართაც ასე დამოკიდებულება ქონდა პრეზიდენტობის დროსაც აგდებული დამოკიდებულება რამდენიმე ლობისტი ყავდა რომლებსაც რაღაც უზრუნველყოფდნენ ისევე როგორც შეერთებულ შტატებში და ესენი ამბობდნენ რომ ეს არის დემოკრატიის შუქურა რაღაცა ამის ჩირაღდანი და ამის ეს და ამის ის და აქ ეს საღდებოდა საქართველოში კარგად საღდებოდა ეს საქართველოში და დღეს ჩვენ ვიღებთ მოცემულობას როდესაც ადამიანი რომელიც რაღაცა ანათებდა და ციმციმებდა აღმოჩნდა რომ აი თურმე
როგორი დამოკიდებულებაა ქართველების მიმართ და საქართველოს მოქალაქეების მიმართ. ზოგადად ადამიანების მიმართ როგორი დამოკიდებულება აქვს. და ამას თუ რეაქცია არ მოყვება არც ელჩებისგან, არც ევროპარლამენტარებისგან, ჩვენ ამაში ამით კიდევ ერთხელ დავწმუნდებით, რომ ის რაც ხდებოდა სააკაშვილის მმართველობის დროს ქართველი ხალხის წინააღმდეგ და საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ, ძალადობა, ქონების წართმევა, ადამიანების წამება, გაუპატიურება და ასე შემდეგ, აი ეს წამებასთან გათანაბრებული და მოქმედებები, ეს ყველაფერი იყო არა მარტო ნებადართული, არამედ წახალისებული იმ ადამიანების მხრიდან და იმ გაერთიანებების მხრიდან, რომელსაც ჩვენ თითქოს რაღაცა მომავალში პერსპექტივად, საკუთარი ქვეყნისთვის პერსპექტივად უნდა ვხედავდეთ, მაგრამ ვერ დავინახავთ ამას ვერასოდეს. იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენთვის საზიანო განცხადებებზე თუ ქმედებებზე მათ არა აქვთ რეაქცია, ის კი არა რომ ჩვენ თავზე ხელი გადაგვისვან და გვითხრან იცით რა არის თქვენ არ ხარ პარაზიტები და არ გეწყინოთ ბავშვებო და რაღაცა ხო იცით თქვენზე არ ამბობს. უბრალოდ რეაქცია რაღაცა ხო უნდა გამოხატოს რომ ანთროპოლოგიურ განსხვავებებზე დაიწყო ადამიანმა ლაპარაკი, დაიწყო დაყოფაზე და დაიწყო ადამიანების მტრებად გამოცხება. უკრაინაში მეტი კი არაფერი მოხდა. რუსო უნერგეს და ეხლა რომ დაიწყო ეს მოქმედებები, ხო, ეხლა კი არა რამდენიმე წლის წინ. ადამიანის მოკლა არაფრად აღარ მიაჩნიათ, იმიტომ რომ რა არის არაუშავს. გახსოვთ გერმანელები შვაინს ეძახდნენ ყველას. და ის არ მიაჩნდათ. სლავები არ მიაჩნდათ, ბოშები არ მიაჩნდათ, ებრაელებზე ლაპარაკი არ არის, საერთოდ ადამიანებად რო არ მიაჩნდათ, იმიტომ უადვილდებოდათ მათი დახოცვა. ნაცისტებს და ფაშისტებს. და სააკაშვილი გვეუბნება, რომ აქ ქვეყანაში ვიღაცები არიან ადამიანები და ვიღაცები არ არიან ადამიანები. აი ცხოველების ფერმაზე უარესი იდეოლოგია შემოგთავაზა. იმიტომ რომ ცხოველების ფერმაში არიან ვიღაცას აქვს უფლებები, ვიღაცას უპირატესობა აქვს. ხო, ვიღაცას აქ არიან უფლებიანები და უფლებები, იმიტომ პარაზიტს უფლება არა აქვს, არაფრის უფლება არა აქვს. როგორ შეიძლება მას შენ დაამთავრე ოპტიმისტური. არის რა ხო, აი ეს ამ იდეოლოგია და მხარდაჭერას რომ მოვთ. და გულდი ჩარეთ სხვაზე რო იყო საუბარი და ახალი ადამიანის გამოჩენაზე, ანუ ეს ცალკეული ფრაგმენტები ამ იდეოლოგიისა ჩანდა, იმიტომ იყო ის ახალი ადამიანის. შენახსენე რომ 10 წლიანი გეგმა აქვს ამ პარტიას და ეს სწორია. მაგრამ ეს თავისთავად დემოკრატიაში ესე პირდაპირ არ მუშაობს, რომ კაი გეგმა გაქვს, იმიტომ რომ ყოველთვის მოიძებნება ადამიანი, ვისაც ესე ვთქვათ, არ მოწონს და ესე მუშაობს დემოკრატია, რომელიც ისევ გავიორებ, შეიძლება საუკეთესო არ არის, მაგრამ ნუ ესეა მიღებული და ხმედაშე ვერ შევცვლით, რომ ყველაზე კარგია იმათ შორის რაც არსებობს. აი ეს თემა მე მინდა რომ სწორად იყოს ახმული მაყურებლის და მე იმას კი არ გულისხმობ, რომ 10 წლიანი გეგმა 15 წლიანი რო გაქვს, აუცილებლად 15 წელი იქნები. უბრალოდ როცა ხედვა გაქვს, შეიძლება ვიღაცამ ამ შენ ხედვას, რომელიც საჯაროდ არის გამოტანილი, ხო, თქვას, რომ მე მაქვს კიდე აი ამასთან დაკავშირებით ხედვა, რომ აი ეს ასე მინდა დავაშენო ამას. და ანუ განვითარებაზე რო იყოს ორიენტირებული და არა უკვე აშენებული გრევაზე. ნორმალურ სიტუაციაში ეს ნებისმიერ ვარიანტს გულისხმობს, იმიტომ რომ ნუ შეიძლება ესე შეიცვალოს, შეიძლება დემოკრატია 30 წელი გაგრძელდეს, მაგრამ აი ჩერჩილმა რომელმაც ესე იგი ომი მოიგო და ფაქტურად დაასრულა და მაინც ჩათვალეს მობეზრდა ესე ბევრი ფაქტორი მუშაობს. აი კაცია და გუნება, ესე გაიღვიძეს იმ დღეს ბრიტანელებმა და ინგლისელებმა და თქვენს რომ აი ჩერჩილი აღარ გვინდა და ეს იყო 30-ის კონფერენცია დაიწყო ჩერჩილმა და გააგრძელა. არა, ეს რო ნორმალურ სიტუაცია, ამან ესე მუშაობს, იმიტომ რომ მობეზრდა ბენ-გურიონი მობეზრდა, ესე იგი ისრაელში წარმოჩევდნენ თქვენ დეგოლი და ასე შემდეგ. ხო, აი ბენ-გურიონი თლად შექმნა. ამიტომ ესე პირდაპირ ეს არ მუშაობს, მაგრამ აი ნახე, პრობლემა რა არის, მე თავიდან დავიწყო და ოპტიმისტურად თუ გადავხდ, რომ შენ ამის ველი უნდა იყოს, რომ შენ რო ამობ, რომ 2, მე უნდა მქონდეს საშუალება რომ თქვა 3 და შენ რო ამობ 2 და მე რო ამობ, რომ ბუნდო უნდა მოკლა, მაშინ ნახე ჩვეულებრივი ამომრჩეველის ამბავი როგორ მუშაობს, რომ ეხლა არის ადამიანები ხარც უჭერენ, ზოგს პროგრამა მოწონს, დილად მოწონს, მაგრამ ამას რო ცვლილება რომ მოხდეს, აი ნახე რა არის, ცვლილება რომ მოხდეს, მოვა ძალა რომელი ადამიანები ასეთი პროგრამები და რაღაცები რომ ესე არ მუშაობს, ეს არჩევნები მუშაობს ძირითადი აღქმები. კი. ესეა და მოვა ძალა, რომელსაც პარაზიტად მიაჩნია დიდი ნაწილი აქეთა სიტუაციის, დიდი ვარ თუ ცოტა ვარ, თუ ცოტა ვარ კიდე უფრო საშიშია, რასაც უმეშვებიან და პარაზიტებს მე უნდა გამანადგუროთ. ასეთ შემთხვევაში არჩევანი არის უმარტივესი. ეხლა იტყვი რომ ეს აწყობს, იცი რა არის, მოკლევადიაში შეიძლება ეს პოლიტიკურად და ამას ამობენ, პოლიტიკოსებიც ამობენ, აწყობს და იმაშევა, მაგრამ ამას ხელოვნურად ხელისუფლება ვერ იზამს. და ეს უცნობია შეიძლება, ეს არის ხელშეწყობილი, შიგნით ჩამოყალიბებული იდეოლოგია, გიორგი და გარედან არის ეს ძალიან ხელშეწყობილი. ესო გარედან ხელშეწყობილი არ იყოს,
ეს არ მე მარტო ფულზე არ ვამბობ. ფული რასაკვირველი არ ვარ, ფულზე უფრო მეტია ის დუმილი და ხელშეწყობა, რატო იცი? რატომ? იმიტომ რომ ადამიანი რო უყურებს, საჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც რაღაც არ მოწოს, ბიჭო, მე აგერ მთელი ევროპა მხარს უჭერს და ევროპა ესეც ხო არის ბრმამინდობა. ცუდი რამე რო ეთქვა, ევროპელებს ხო იტყოდნენ. ეს რო ცუდი იყოს და აი ესე იგი ამას ხარ. აი აქ სწორედ ის დანარჩება, ვინც ოდა ოპოზიციამ თქვას და მით უმეტეს როდესაც ან გაბედულობის ნაკლებობის გამო, ან შორშეტელობის გამო, როცა დასაწყისს, ამას კი არ ემიჯნები და კი არ ამბობ თუნდაც ამას, ეს მე მგონი ოპტიმისტური არის, რომ აქ გადამწყვეტი სიტყვა, აბას ხელოვნურად ვერ იზამ, გადამწყვეტი სიტყვა ეკუთვნის, რომელიც იბრძოდა ადამიანებს, რომლებიც ეხლა იტვირთებენ ოპოზიციის ძალიან მძიმე ტვირთს ამ სიტუაციაში და გაიაზრებენ თავში რას ნიშნავს და დაბრუნდებიან ოპოზიციურ ველზე პროცესი დაბრუნდება და იტყვის რომ მე ამას ვემიჯნები ამ პარაზიტოლოგიას ეს არის ამისი ინსტიტუტი არსებობს ხო ცალკე ამას ვემიჯნები მე ამ სიტუაციას ვემიჯნები მთელ ამ სიტუაციას და ჩემ ქვეყანაში მოდი ვილაპარაკოთ 2-ჯერ 2 4-ია თუ 2-ჯერ არის ცოტათი 5-ია თუ აი ამ თემაზე დავბრუნდეთ რაღაცა ვიკამათოთ ამიტომ უცებ დავინახავთ რომ ეს ყველაფერი დაალაგებს რომ ეს უბრალოდ შეურაცხყოფები არ ყოფილა ეს თურმე დიდი იმის ნაწილია ფაზლის ნაწილია ეს დედის დინება რუსო გრუზინო გათახსირებულო ჩაგიფურთხებ ის ამის და ამ სედროს როცა ქვეყანას ურევ თითოეული ადამიანი ეგზალტირებულას რბილად გელაპარაკები არა ამოტივტივდება უცებ და ეს იქნება ესე ვთქვა ამ დროს ამოტივტივდებია ხოლმე მე იმედი მაქვს რომ საქართველოს ბევრი სიტუაციიდან გამოსულა და აქედანაც ესე ვთქვა აი დღეს რაც აკნია საქართველოს პოლიტიკურ ველზე ეს არის ოპოზიცია და დიდი სიფრთხილე უნდა და ამიტომ ხმის ამოღება უნდა პოლიტიკოს ჩვეულებრივ ადამიანს ლექტორს სტუდენტს იმას დაფიქრება უნდა რას ფთავაზობენ მე რის ნაწილად უნდათ რომ აქციონ რის ნაწილ ვიღაცა შეიძლება უნდა რომ ამის ნაწილად გახდეს მაგრამ ვიღაცა იყო უნებლიო და მე დიდხანს განიცდიდნენ ასე ვთქვათ გერმანიაში ასე რომ მე ოპტიმისტურად დავასრულებდი ამას რომ მე მგონია რომ აქედან აი ეს არის ჩვენი გამოსვლის მე მგონია რომ უნდა გამოვიდეთ ამ წლებში შარშანდილმა არჩევნებმა და წლევანდელმა არჩევნებმა მართლა ძალიან ოპტიმისტური განწყობა მაქვს აჩვენა ის რომ საზოგადოება მართლა ძალიან ჯანსაღია ქართული საზოგადოება ამ საზოგადოებაში აუცილებლად დაიბადება მას შემდეგ რაც ეს ბარიერები მოიშლება პოლიტიკის ყველაზე დიდი ბარიერი რაც არის ეხლა საგუშინო სასამართლო მე იმედი მაქვს რომ მიიღებს გადაწყვეტილებას პოლიტიკა ამ სიმძიმისგან გაათავისუფლოს ამ ცუდი რომელიც ძირავს ფაქტობრივად ქართულ პოლიტიკურ ოპოზიციას და ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება ჯანსაღი პოლიტიკური პროცესის დაწყება და 2028 წლამდე ჩვენ მივალთ ამ ჯანსაღი პროცესს. მადლობა განხილვისთვის და წარმატებებს გისურვებთ გემშვიდობები და ამშვიდობებით ჩვენს მაყურებელს შევხვდებით ერთმანეთს უკვე შემდგომ პოდკასტში. კარგად განდევით.